your curiosity and desire to be here with us. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ტრენინგში მონაწილეობის სურვილის გამოთქმისთვის. I am happy to see all of you joining us, interested in learning about somatic experiencing, SE Georgia training. მოხარული ვარ მხედავთ აქ და გაგვთ სურვილი რომ მიიღოთ მონაწილეობა და ისწავლოთ სომატურ გამოცდილებაზე SE საქართველოს ტრენინგის ფარგლებში. I am a lead organizer of the SE Georgia training and representative of Somatic Experiencing International in Georgia. მე ვარ წამყვანი ორგანიზატორი სომატური გამოცდილების ტრენინგის საქართველოში და ასევე ვარ სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. For some of you who don't know me, I am a clinical psychologist and licensed psychotherapist in the United States, and also I am somatic experiencing practitioner. მათთვის, ვინც არ მიჩნობს, თავს წარგიდგენთ, მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი შეერთებულ შტატებში და ამავდროულად სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი. I live and work in United States for 27 years. მე ვცხოვრობ და მუშაობ შეერთებულ შტატებში უკვე 27 წელია. I am excited for today's workshop/informational meeting led by our wonderful trainer, Mariana. მიხარია რომ დღეს ერთად ვიმუშავებთ და წავუძღვები ამ შეხვედრას, რომელშიც მოწვეული ყავს ჩვენი არაჩვეულებრივი წამყვანი ლექტორი მარიანა. Also attending our meeting is SE Georgia organizational team. I'm going to introduce them one by one. With us, Nino Beruashvili, with us, Magda Godrigadze, and with us, Maya Kalandarishvili. They are all members of organizational group. And you see Nisa, who is translating, our wonderful interpreter, Nisa Dolidze. ამავდროულად ჩვენს ტრენინგს დღეს ესწრებიან საქართველოს სომატური გამოცდილების ორგანიზაციის წევრები. ესენი არიან ნინო ბერუაშვილი, მაგდა კოტრიკაძე, მაია კალანდარიშვილი და როგორც ხედავთ მე, თარჯიმანი, მოგესალმებით. And now it is my pleasure to introduce our wonderful trainer, Mariana Boccuzzi Raimondo. I want to say a few words first before I hand it to Mariana. So Mariana is a licensed psychologist in Brazil with over 20 years of clinical experience working with individuals, couples, and families. ეს ჩვენ მოწვეული ყავს ჩვენი არაჩვეულებრივი წამყვანი მარიანა ბოგუჩი რაიმონდო და მინდა რამდენიმე სიტყვით იქით წარგიდგინოთ. მარიანა არის ლიცენზირებული ფსიქოლოგი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ბრაზილიაში მუშაობს როგორც ინდივიდებთან, ისე წყვილებთან და ოჯახებთან. Mariana serves as a faculty member with Somatic Experiencing International. მარიანა წარმოადგენს სომატური გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციის ფაკულტეტის წევრს. She teaches SE trainings in multiple countries, which has provided her with extensive intercultural experience. მარიანა ატარებს სომატური გამოცდილების ტრენინგებს მრავალ ქვეყანაში, რამაც მას მისცა მდიდარი კულტურათა შორისი გამოცდილება. She is also certified as a psychotherapist and supervisor.
in systematic relational psychotherapy and emotionally focused couples therapy. მარიანა ასევე არის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვაიზერი სისტემურ ურთიერთობათა ფსიქოთერაპიასა და ემოციურად ფოკუსირებულ წყვილების თერაპიაში. And additionally, Mariana is currently a board of directors member of the Brazilian Trauma Association. ამავდროულად, ამჟამად მარიანა არის ბრაზილიის ტრავმის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. Okay. Throughout her career, Mariana has organized and assisted SE trainings at all levels, collaborated with international faculty members. პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მარიანა მიიღო სომატური გამოცდილების ყველა საფეხურის ტრენინგების ორგანიზებაში და ასევე ასისტენტობას დაუთმოთმა და ატარებს როგორც ბევრი სახის ტრენინგებს. She offers individual sessions and case consultations in Portuguese, in Spanish, and of course in English, blending somatic and other approaches together, which are focused on the body as a foundation for emotional and psychological well-being. მარიანა ატარებს კონსულტაციებს, ინდივიდუალურ სესიებს და კონსულტაციებს მრავალ ენაზე, როგორიც არის პორტუგალიური, ესპანური და ინგლისური და თავისი სესიების განმავლობაში გაერთიანებს მრავალ ხელზე ორიენტირებულ მეთოდს, ფოკუსირებულ სომატურ ურთიერთობებზე და მიდგომებზე და იგი ასევე მოიცავს ემოციურ და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საფუძვლებს. Now I want to ask you all the participants to, if you can, put your cameras on. This way we can see your beautiful faces, and we can, Mariana also would want to know you more personally. Thank you so much. And now, without further ado, I will hand things back to our wonderful trainer, Mariana. Welcome, Mariana. Thank you, Katie. Welcome, everyone. გადავთარგმნი მაინც, რომ ყველა მონაწილეს გთხოვთ ჩართოთ კამერები, რომ დავინახოთ თქვენი სახეები და ალბათ ვფიქრობ მარიანასაც მოიწონება ეს, რადგანაც უფრო დაგინახავთ და პირადად გაგეცნობათ. და გადავცემ ახლა ჩვენიერ ტრენერს მარიანას ტრენინგს. So welcome. Thank you for being here and taking the time to listen to this open talk about SE. It's a big passion of mine, so you notice as I speak about it. მადლობთ, რომ აქ ხართ და ესწრებით ამ ღია საუბარს სომატურ გამოცდილებაზე, როგორც ჩემი საუბრისას მიხვდებით, ძალიან მოტივირებული ვარ და მიყვარს ამ საკითხზე საუბარი. So before we dive into what is actually SE, I want to offer a simple question for us to reflect on. მანამ სანამ დეტალურად გაგაცნობთ, რას წარმოადგენს სომატური გამოცდილება, მინდა ზოგადი კითხვა დაგისვათ გასააზრებლად. Have you ever gone through something that was already over, finished, but you could feel in your body that it didn't? გამოგივლეთ თუ არა ისეთი გამოცდილება, რომელიც უკვე დასრულებული იყო, თუმცა თქვენი სხეული ამას როგორც დასრულებულს არ აღიქვამდა. Maybe it was a simple argument or a medical procedure, a fall, a moment of fear. It doesn't matter. Our mind understands that what happened was in the past.
შესაძლოა ეს ყოფილიყო უბრალო მარტივი უთანხმოება ან რაიმე სამედიცინო ჩარევა, შიში არ აქვს მნიშვნელობა რა სახის გამოცდილება იყო. შესაძლოა ჩვენს გონებას გაიაზრებინა, რომ იგი დასრულდა, თუმცა But maybe your chest remained tight. შესაძლოა გულმკერდში ისევ დაჭმულობას გრძნობდეთ. Or your sleep changed. ან თქვენი ძილის ჩვევები შეიცვალა. Or you kept having emotional responses only by thinking of that situation. ან აგრძელებდით ემოციური საპასუხო რეაქციების ქონას ამ გამოცდილებაზე. So this gap between what the mind knows and what the body holds inside, that's the space that somatic experiencing works. That's where our focus is. სწორედ ეს შუალედი გონებასა და იმას შორის რა იცის გონებას და რა იცის ჩვენმა სხეულმა, სწორედ ამ სივრცეზე ფოკუსირდება სომატური გამოცდილება, სწორედ ამაზე ვმუშაობთ. So today, with the time that we have together, I would love to explore a little bit about what somatic experiencing actually is. დღეს ჩვენ მე მინდა რომ დრო დავუთმოთ სწორედ ამის გამოკვლევას, ის თუ რას წარმოადგენს სომატური გამოცდილება და Why people choose to come into the training. რატომ ირჩევენ ადამიანები რომ მოვიდნენ ამ ტრენინგზე. How different professionals can use SE in their own practice and work. როგორ შეუძლიათ სხვადასხვა მიმდინარეობის პროფესიონალებს გამოიყენონ სომატური გამოცდილება თავის სამუშაოში. What the 3-year training program includes, so you can have a better idea. რას მოიცავს 3-წლიანი ტრენინგ კურსი, რომ უკეთ გაიაზროთ, რასთან გექნებათ შეხება. And we'll do a short experiential practice so you can feel a little bit of what the felt sense can bring us in terms of new information. და ამავდროულად მცირე გამოცდას სავარჯიშოს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთ იგრძნოთ, რას ეხება შეგრძნების აღქმა ახალი ინფორმაციის გააზრებასთან მიმართებაში. So for starters, I want to begin with something essential, which is when we talk about somatic experiencing, usually people think about trauma. პირველ რიგში მინდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს გავუსვა ხაზი, როდესაც ვლაპარაკობთ სომატურ გამოცდილებაზე, უმეტესწილად ადამიანებს უჩნდებათ ასოციაცია ტრავმასთან. And trauma, it's a big word. ტრავმა საკმაოდ დიდი ცნებაა, დიდი სიტყვაა. We usually associate trauma with big, intense events that cause ongoing responses in our consequences in our life. ხშირად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ტრავმაზე, იგი უკავშირდება დიდ ინტენსიურ გამოცდილებას, რომელიც აგრძელებს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენის ქონას, ჩვენს საპასუხო რეაქციებზე გავლენის ქონას და მის შედეგებზე. But one of the things that I think is essential about understanding somatic experiencing მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რაც ფიქრობ აუცილებელია სომატურ გამოცდილებაში თან გასააზრებლად, which is the work that Dr. Peter Levine put together, არის პიტერ ლევინის თავმოყრილი ნამუშევარი. is the idea that trauma, it's not related to the event itself. თავი აზრი არის ის, რომ ტრავმა თავად მოვლენას არ უკავშირდება. Trauma is the body's reaction to an event. ტრავმა არის სხეულის რეაქცია მოვლენაზე. More specifically, trauma is everything that we were not able to complete or integrate when this situation happened.
Pro კონკრეტულად ტრავმა არის ყველაფერი, რისი დასრულებაც ვერ მოვახერხეთ, ან რისი ინტეგრირებაც ვერ შევძელით კონკრეტულ სიტუაციაში. And because we didn't have the chance, the capacity to complete and to integrate that experience, it keeps stored in our body. და რადგანაც ჩვენ არ მოგვეცა შანსი იმისთვის, რომ დაგვესრულებინა ან მოგვეხდინა ამ გამოცდილების ინტეგრაცია ჩვენს სხეულში, იგი ხდება ჩარჩენილი, გაჭედილი ჩვენს სხეულში. One organizational detail that we didn't mention is I'm going to talk a little bit about all the things that I just mentioned, and we will have time for questions. So please, if you feel like you need more explanation around anything that I've been mentioning, just write it down. If you prefer to put it on the chat or write it down so you can ask later, feel free to do it. კიდევ ერთი ორგანიზაციული საკითხი, რაზეც არ გვისაუბრია, არის ის, რომ ჩვენ ბოლოში გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, ასე რომ თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ახლა შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მოგვიანებით დაგვისვათ, ან თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, დაწერეთ ჩატში. So we were talking about trauma being that what our body register when we are not able to react to something that felt too overwhelming. ჩვენ საუბრობდით ახლა ხან ტრავმაზე და სწორ ტრავმა არის სწორედ ის, რაც რეგისტრირდება ჩვენ სხეულში მათში, როდესაც ვერ შევძელით რაღაცაზე რეაგირება, ისეთ რაღაცაზე, რაც იყო ძალიან გადამტვირთველი. So two people can go through the same situation, maybe a car accident, a sudden loss, or being or growing up in a not very healthy environment, but they can have very different responses to what happened to them. სხვადასხვა ადამიანმა შესაძლოა გამოცადოს იგივე სიტუაცია, იქნება ეს ავტოავარიული შემთხვევა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ან ისეთ გარემოებებში გაზრდა, რომელიც არ იყო მათთვის ჩანსავი, თუმცა შესაძლოა მათ ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული რეაქცია ამ გამოცდილებებზე. And that's because trauma lives in our nervous system, in our autonomic nervous system, not in the event or the story that we have about what happened to us. ეს ხდება იმიტომ, რომ ტრავმა ცხოვრობს ჩვენს ნერვულ სისტემაში, ჩვენს ავტონომიურ ნერვულ სისტემაში და არა თავად მოვლენაში ან მონათხრობში იმისაც თუ რა გადაგხვდა თავს. So SC is a body-based approach that help us restore the natural ability of our autonomous nervous system to regulate and to renegotiate that energy that got stuck when we lived something that we could not integrate. სომატური გამოცდილება არის სხეულზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გვეხმარება აღვითგინოთ ავტონომიური ნერვული სისტემის ბუნებრივი უნარი, დაარეგულიროს და გადაიაზროს ის ენერგია, რომელიც ხდება ჩვენს ნერვულ სისტემაში ჩარჩენილი, იმ მოვლენის შედეგად, რომლის გადამუშავებად ინტეგრაციაც ვერ მოვახერხეთ. So SC works with the nervous system, with our physiology, our shared human physiology, and not with the narrative of the events that happened to us, even knowing that the narrative, it's part of our experience. სომატური გამოცდილება მუშაობს ჩვენს ნერვულ სისტემასთან, ჩვენს ფიზიოლოგიასთან, ჩვენს საერთო ადამიანურ ფიზიოლოგიასთან და არა თვითონ ნარატივთან, მონათხრობთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნარატივიც არის ჩვენი გამოცდილების ნაწილი. Just a few words about our autonomous nervous system, because I don't know all of your background. So
just to be sure that we are all in the same page. მინდა რამდენიმე სიტყვით გესაუბროთ ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რადგანაც მეც თქვენს გამოცდილებას არ ვიცნობ, ასე რომ მინდა მაინც გაგიზიაროთ იმ შემთხვევაში, თუ არ იცით. It's possible that for some of you, everything that I'm saying feels very basic and you are already used to the terminology. But for the ones who are listening to it for the first time, I want to be sure we are talking about all of this in simple words. შესაძლოა, რომ ზოგიერთი თქვენგანი უკვე იცნობს ამ ტერმინოლოგიას, თქვენთვის ძალიან მარტივია, თუმცა ასევე არსებობს იმის ალბათობა, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამას პირველად ისმენს, ამიტომ მინდა, რომ მაინც დასაწყისისთვის მარტივი სიტყვებით გესაუბროთ ამ საკითხზე. So the autonomous nervous system is this big part of our nervous system that regulates, modulates, controls all our physiological functions of our body that do not depend on our intention or voluntary attention to work. ავტონომიური ნერვული სისტემა არის ჩვენი ნერვული სისტემის დიდი ნაწილი, რომელიც არეგულირებს და აკონტროლებს ჩვენ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, რომელიც არ ექვემდებარება ჩვენს განზრახვას ან ნებაყოფლობით ყურადღების მიმართვას. So the way the blood flows in our vessels, digestion, breathing, our heart rate, მაგალითად, სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მონელება, სუნთქვა, გულის ცემა. basically our autonomous nervous system main objective is keep us alive. ასე რომ ავტონომიური ნერვული სისტემის მთავარი მიზანი არის, რომ შეგვინარჩუნოს სიცოცხლე. It's to help us survive in all the circumstances that come our way. იგი გვეხმარება გადავურჩეთ ნებისმიერ მოვლენას, შემთხვევას, რომელიც ჩვენს წინ წარმოიჭრება. And this is the basis of somatic experiencing. We'll learn to read, to track, to be present with that layer of our experience that we are not used to. და სწორედ ეს წარმოადგენს სომატური გამოცდილების ძირითად საფუძველს. ჩვენ ვისწავლით, როგორ წავიკითხოთ, მივადევნოთ თვალყურით, დავრჩეთ ჩვენი გამოცდილების ისეთ დონესთან, რომელზეც თანყოფნაზეც არ ვართ შეჩვეული. I'll give you a quick example. If we enter a new space for the first time, a space that we don't know for the first time, there's a lot of physiological reactions that come online to help us identify if that space is safe or not. მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც ჩვენ ახალ უცნობ სივრცეში შევდივართ, ძალიან ბევრი ფიზიოლოგიური ცვლილება რეაქცია ხდება ჩვენს სხეულში და ისინი გვეხმარებიან, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმისა, არის თუ არა ეს სივრცე უსაფრთხო. Most of the time we are not thinking about, is this place safe? უმეტეს შემთხვევაში ჩვენ განზრახ არ ვფიქრობთ, ეს სივრცე უსაფრთხოა თუ არა. But our nervous system is looking for guaranteeing that we are in conditions to be able to survive. თუმცა ჩვენი ნერვული სისტემა იმაზე არის ფოკუსირებული, რომ მოგცეს გარანტია, არის თუ არა ჩვენი გარემო პირობები შესაფერისი ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. When we go through experiences of high stress or any kind of perceived threat, როდესაც ჩვენ გადავიტანთ მძაუს სტრესს ან ნებისმიერ აღქმულ საფრთხეს, there's a lot of autonomic responses that come online. ძალიან ბევრი ავტონომიური საპასუხო რეაქცია ერთვება ჩვენ სხეულში. Again, not always with our awareness.
და ეს ყოველთვის ჩვენი ცხადგრძნობით, ეს ყოველთვის გაცნობიერებულად არ ხდება. Those are the signs that we're going to learn how to notice and follow. ჩვენ სწორედ ამ მინიშნებების შემჩნევას და დასწავლას დავუთმობთ ჩვენს დროს. To restore the natural capacity of our nervous system to function well. იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ნერვული სისტემის ბუნებრივი უნარი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. So if we talk about it in a basic sense, we have three main functions within our autonomous nervous system. მარტივად რომ განვიხილოთ, ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მთავარი ფუნქცია ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. One of them is our capacity to connect, is our capacity to be present with another human being. It's being able to keep connection and safety, because connection and safety are basic needs for humans and for mammals. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი კავშირის დამყარების უნარს, იმის უნარს, რომ დავჩეთ აზყო რეალობაში სხვა ადამიანებთან, რომ შევინარჩუნოთ ეს კავშირი და უსაფრთხოების შეგრძნება, რადგანაც უსაფრთხოების შეგრძნება და კავშირი სხვა ადამიანებთან არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნილება. There's another part of our autonomous nervous system that is responsible for all the things that we need to mobilize energy to action. არის ავტონომიური ნერვული სისტემის კიდევ სხვა ნაწილი განშტოება, რომელიც გვეხმარება, რომ ყველა ჩვენი საპასუხო რეაქცია ქმედებისთვის ერთად მოვაბილისოთ. And when I say action, it can be action like talking to you right now. I need to mobilize energy to be able to be connected with you and talk to you at the same time. როდესაც საუბრობ ქმედებაზე, ქმედებაში ასევე გულისხმობს საუბარს, რასაც სწორედ ახლა ვაკეთებ, რადგანაც მჭირდება ჩემი საპასუხო რეაქციების მობილიზება იმისთვის, რომ დაგიკავშირდეთ თქვენ და გესაუბროთ. But it's also responsible for basic survival reactions when we are experiencing threat and fear, like fight or flight. მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელი არის ჩვენ ძირითად გადარჩენის საპასუხო რეაქციებზე, მაგალითად, როდესაც ვართ საფრთხის ქვეშ ან ვართ შეშინებული. And there's a third function of our nervous system that is really important, which is that part of our nervous system that conserve energy so we can survive. კიდევ მესამე ფუნქცია გააჩნია ჩვენ ნერვულ სისტემას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც იგი გვეხმარება დავზოგოთ ენერგია იმისათვის, რომ გადავრჩეთ. And it regulates that response, that traumatic response that some of you probably can recognize in yourselves, which is that sense of freeze or numbness or disconnection from what you're experiencing around. იგი გვეხმარება დავარეგულიროთ ტრამვის საპასუხო რეაქცია, რომელსაც ვფიქრობ თქვენც ამოიცნობს თქვენ თავში, მაგალითად გაშეშების საპასუხო რეაქცია ან დაბუჟება, რომელსაც განიცდით კონკრეტული გამოცდილებების შემდეგ. So SC helps the body move, settle, and complete all the responses that we could not mobilize when something happened to us. ესე ეხმარება ჩვენს ხელს, რომ ამოძრაოს, დაამშვიდოს და დაასრულოს ყველა ის საპასუხო რეაქცია, რომლის მობილიზება ვერ მოვახდინეთ კონკრეტული გამოცდილებების დროს. And that we keep within our experience here and now. და რომელსაც დღეს აწმყო მომენტშიც კი თან დავატარებთ. One very important thing for us to understand is that when we have this idea that trauma is not
back in the past in the event. ყურადსაღებია, რომ ტრავმა არ არის წარსულში, თვითონ მოვლენაში ჩარჩენილი, არამედ And it is in our body. იგი ჩვენს სხეულშია. That means that the body and trauma, it's present here and now. ეს ნიშნავს, რომ ტრავმა ახლა მომენტში სხეულში ბუდობს. And learning how to renegotiate that traumatic response means being present with what's happening in our body right here, right now. და იმისათვის, რომ ვისწავლოთ, როგორ გადავიაზროთ, როგორ დავასრულოთ ტრამული საფასუხო რეაქციები, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ აწმყო მომენტში იმ შეგრძნებებთან, რომელიც ახლა არის ჩვენს სხეულში. I'll give you a very simple example to make it even clearer to you how that works. ერთ მარტივ მაგალითს მოგცემთ, რომ უფრო ნათელი იყოს თქვენთვის, როგორ მუშაობს ესი. I once worked with a woman who had a very small car accident. It was a bump, really. It was nothing major. ერთხელ მუშაობდი ქალთან, რომელიც მოყვა მცირედ ავტოავარიულ შემთხვევაში, სერიოზული არაფერი იყო. We were working together for quite a while when that happened. ერთად უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით, როცა მას ეს უბედური შემთხვევა შეემთხვა. And logically, she knew it wasn't serious. და ლოგიკურად იგი ხვდებოდა, რომ ეს მოვლენა სულაც არ იყო სერიოზული. Nothing actually happened. რეალურად არაფერი მომხდარა. But each time that she sat in the driver's seat, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მძღოლის სავარძელში ჯდებოდა, her hands shook, her heart raced, and her breath shortened. ხელები უკანკალებდა, სუნთქვა უჩქარდებოდა და გულისცემაც აჩქარებული ჰქონდა. She tried a couple of times to go out driving, and she couldn't. რამდენჯერმე ცადა, რომ მანქანა ეტარებინა, მაგრამ ვერ შეძლო. And she kept bringing into session, I don't understand, it was nothing. და ყოველ სესიაზე ახსენებდა, არ მესმის ეს რატომ ხდება, სულ არაფერი გადამხდენია თავს. But clearly her nervous system didn't feel that way, didn't think so, didn't think it was just a little bump. მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი ნერვული სისტემა ასე არ ფიქრობდა, იგი არ ფიქრობდა, რომ ეს უბედური შემთხვევა უმნიშვნელო იყო. In our SE sessions, we didn't go into the story or the details of what happened specifically. ჩვენს ეს სესიებზე ჩვენ კონკრეტულად ისტორიის მონათხრობის დეტალებს არ ჩავუღრმავდით. We started working with what her body was feeling and expressing in the moment of the session when she brought the situation. ჩვენ მუშაობდით იმაზე, თუ რას გამოხატავდა, რას გრძნობდა მისი სხეული სესიაში იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიხსენებდით ამ გამოცდილებას. So we started tracking, following that tightness that she felt in her diaphragm. სანამ ჩვენ დავიწყეთ ამ დაჭიმულობის მიდევნება, რომელსაც იგი დიაფრაგმაში გრძნობდა. The buzzing in her hands, ზუზუნი მის ხელებში, the impulse to push her feet into the ground, მის იმპულსზე, რომ ფეხები მიებჯინა იატაკისთვის, ტერფები. all those signs that needed our attention and time and space to come forward. ყველა ის ნიშანი, რასაც ჭირდებოდა ჩვენი ყურადღება და ის დრო, რაც ამ მინიშნებებს დაჭირდათ გამოვლენისთვის. Because they were not in our immediate
attention until we put our intention to notice her body. რადგანაც ეს გამოსწორებები, შეგრძნებები არ იყო ჩვენს ყურადღების წინა პლანზე, მანამ სანამ ჩვენ ნებაყოფლობით განზრახ არ მივაქციეთ მას ყურადღება. And slowly her body completed movements that she didn't even know it was there. და ნელ-ნელა მისმა სხეულებმა დაასრულა ის მოძრაობები, რომელიც მან არც კი იცოდა, რომ მის ხეულში ბუდობდა. Probably movements that had been interrupted during the accident. დიდი ალბათობით ეს იყო სწორედ ის მოძრაობები, რომლებიც შეფერხდა უბედური შემთხვევის დროს. And guess what happened? The fear started to dissolve. და თუ გამოიცნობთ რა მოხდა, სწორედ ამ დროს მისმა შიშმა იწყო კლება. Few weeks later, I got a message from her. სამი კვირის შემდეგ მისგან მივიღა შეტყობინება. I'm just coming back from the supermarket. I drove my way there and I didn't even think about it. მე სუპერმარკეტიდან ბრუნდები და იქ მანქანით მივედი და სულ არ მიფიქრია ამაზე. Of course, not all processes with SE are as specific as I'm mentioning, but what I would love you to get a sense of is when we working with felt sense, we are working with the here and now. რა თქმა უნდა, ეს ის დროს ყველა პროცესი ასეთი კონკრეტული არ არის, მაგრამ მინდოდა ეს მეხსენებინა, რადგანაც თქვენ უკეთ გაიაზროთ, რომ როდესაც ჩვენ მუშაობთ შეგრძნების აღქმასთან, ჩვენ რეალურად მუშაობთ ახლა და ამ მომენტთან, აწყვამ რეალობასთან. Our body don't live in the past nor in the future. Our body only exists in the present. ჩვენი სხეული არ ცხოვრობს წარსულში ან მომავალში, იგი არსებობს მხოლოდ აწმყოში. I want to offer just a little practice for those of you who would be willing to experiment a little bit with this felt sense experience. მინდა რომ ცირადი პრაქტიკა შემოგთავაზოთ მათთვისაც გექნებათ ეს ამის სურვილი, იმისთვის რომ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, როგორ გამოცდით ამ სავარჯიშოს. You don't need to close your eyes. I just want you to take a moment to notice your immediate surrounding, the place that you chose to be while we're having this conversation. არ არის საჭირო დახოჭოთ თვალები, უბრალოდ მინდა ცოტა დრო დავთმოთ თქვენი გარემომცველი სივრცის შემჩნევას, იმ სივრცის, რომელიც აირჩიეთ ამ ტრენინგში ჩასართველად. Notice everything that you can around how your body is present in this moment right now, as we've been talking about all those different things. და შეამჩნიოთ ყველაფერი, რაც შეგეძლებათ, როგორ არის ჩართული თქვენი სხეული აწყვამ მომენტში, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობდით. Be curious. იყავით ცნობის მოყვარენი, There's no right or wrong. სწორი ან არასწორი არ არსებობს. There's only our body telling us what's happening. მხოლოდ ჩვენი სხეულია, რომელიც გვეუბნება რა ხდება. Our body is quite different from our mind. It needs time to be able to feel ready to express what's happening. ჩვენი სხეული ჩვენს გონებას არ გავს, მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ იგრძნოს მზადება და გაიაზროს რა ხდება. As you notice how you're feeling right now,
I would invite you to open your eyes and look around. როცა შეამჩნევთ, რას გრძნობთ ახლა, მოგიწოდებთ გაახილოთ თვალები და მიმოიხედოთ გარშემო. Don't mind the screen. Just look around your surrounding. ნუ მეაქცევთ ეკრანს ყურადღება, უბრალოდ გარშემო მიმოიხედეთ. And allow your eyes to land into 5 different things you can see. და მიეცეთ თქვენს თვალებს საშუალება ფოკუსირდეს 5 საგანზე, რისით დანახვაც შეგიძლიათ. There's no rush. Just notice with curiosity what are the elements of your surrounding that calls your eyes attention. არ ეჩქაროთ, უბრალოდ ფოკუსირდით იმ ელემენტებზე, რომელიც თქვენი თვალების ყურადღებას იპყრობს. Again, just take your time. ისევ, ნუ ეჩქარეთ. And as you move slowly and allow your attention to go where it wants to go, notice if you can identify sounds around you. Maybe 3 or 4. ნელი მოძრაობისას მიეცით საშუალება თქვენს თვალებს ფოკუსირდეს სათუნდა წასვლაზე და შეამჩნიათ შეგიძლიათ თუ არა თქვენს გარშემო ხმების იდენტიფიცირება დაახლოებით 3 ან 4 ხმის. Beside my voice and Nisa's voice, what else can you hear when you're surrounding? Maybe it's a sound that is far away. ჩემი და ნისას ხმის გარდა კიდევ რა ხმები გესმით? შესაძლოა ეს იყოს ხმა, რომელიც შორიდან მოდის თქვენამდე. And keeping your curiosity open, notice if you, I don't know, some things that you can touch, different textures around you. Maybe your clothes, maybe a table, maybe a glass. And take time to explore that. ყოვინდებური ცნობის მოყარეობით თუ შეგიძლიათ შეამჩნიათ სხვა რაღაცები თქვენს გარშემო, რასაც შეგიძლიათ შეეხოთ, თქვათ ტექსტურა თქვენი ტანსაცმლის ან მაგიდის, თქვათ ჭიქის, გამოიკვლიეთ ეს შეგრძნებები. Notice the different temperatures, textures. შეამჩნიეთ სხვადასხვა ტემპერატურები, ტექსტურები. And if you can, see if you can smell something around you. Notice if there's a particular smell, a very well-known one or unknown one. და თუ შეგიძლიათ ასევე ფოკუსირდით რაიმე სუნზე, თქვათ რაიმე ნაცნობი ან თქვენთვის უცნობი სუნი. And again, track your whole body and notice if there's any difference that you can identify from the beginning of this small practice from now. And if you feel like sharing, you can put it in the chat. ესო მიადანეთ თვალყურით თქვენს ხელს, შეამჩნიეთ რაიმე განსხვავების იდენტიფიცირება ხომ არ შეგიძლიათ,
პრაქტიკის ამ ტრენინგის დაწყებიდან ახლანდელ მომენტამდე და თუ გექნებათ სურვილი, დაწერეთ ჩატში. Thank you very much for being open to experience that. მადლობა, რომ მიიღეთ ამ გამოცდილებაში მონაწილეობა და გამოიჩინეთ სურვილი. If any of you felt a little, even if it's 1% settling from the beginning of the practice to the end of the practice, when we open time and space to explore the here and now, თუ ნებისმიერმა თქვენგან მაიგრძნანით 1% მაინც დამშვიდება პრაქტიკის დაწყებიდან მის დასრულებამდე, როცა გავხსენით დრო და სივრცე, რომ გამოგვეკლია ჩვენი შეგრძნებები, this is a state that we usually name as self-regulation. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც უმეტესწილად მოვიხსენიებთ თვითრეგულაციის სახელით. Which is this natural capacity of our nervous system რომელიც არის ჩვენი ნერვული სისტემის ბუნებრივი უნარი, to be present in the moment. რომ იყოს აწყო რეალობაში And flexible to act with any stimulus that come from the outside. და გააჩნია მოქნილობა, რომ მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ სტიმულაციაზე, რომელიც მოდის გარედან. So I want to shift gears a little bit and start talking a little bit about why become an SCP, why become an SC practitioner. ხო, მინდა ცოტა შევცვალოთ ჩვენი მიმართულება და ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ შეიძლება გამოიჩინოთ სურვილი სომატური გამოცდილების პრაქტიკოსად გახდომისთვის. So as Peter Levine started working with what we call now somatic experiencing, როდესაც პიტერ ლევინმა დაიწყო მუშაობა იმ საკითხებზე, რასაც დღეს სომატური გამოცდილების სახელით მოვიხსენიებთ, the main focus of SC approach was in renegotiating trauma responses in our autonomic nervous system. ეს მიდგომის მთავარი ფოკუსი იყო ტრავმის საპასუხო რეაქციების გადააზრება ჩვენს ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. As we learn more and more and more about our nervous system, and we learn more about all the research, neuroscientific research around the functioning of our autonomous nervous system, რაც მეც ვისწავლით ჩვენს ნერვულ სისტემაზე და ასევე გავეცნობთ სხვადასხვა სახის კვლევას, ნეირომეცნიერულ კვლევას ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, we can actually see that SC brings a lot more than just a lot more than renegotiating trauma. დავინახოთ, რომ სომატური გამოცდილება უფრო მეტ საკითხს ეხება, ვიდრე უბრალოდ ტრავმის გადააზრება. It helps us learn this shared nature of the way our body function. იგი გვეხმარება ვისწავლოთ ჩვენი სხეულის საერთო ბუნება ფუნქციონირების საფუძველზე. And how can we be more present and alive in our lives? და როგორ შეგვიძლია მეტად ვიყოთ აწყო რეალობაში ჩართული ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობისას. So people join SC training for different reasons. ადამიანები სომატური გამოცდილების ტრენინგს სხვადასხვა მიზნებით და მიზეზებით უერთდებიან. Some come for professional development.
ზოგი უერთდება პროფესიული განვითარებისთვის, Some come because something inside them is asking for healing. ზოგი იმიტომ, რომ რაღაც მათ შიგნით მოითხოვს, აქვს სურვილი განკურნებისთვის. Most people come from both. უმეტესობა ადამიანი ორივე მიზეზით მოდის. When you study SE, you don't just learn a method. როდესაც სწავლობთ სომატურ გამოსცემას, მხოლოდ მეთოდებს არ შეისწავლეთ. You learn how to restore your inner capacity to self-regulate. თქვენ ასევე სწავლობთ, როგორ აღედგინოთ თქვენი შინაგანი უნარი თვითრეგულაციისთვის. And that's because the training is essentially practical. და ეს ხდება იმიტომ, რომ ტრენინგი უმეტესწილად არის პრაქტიკული. We will be practicing with our own nervous system and our colleagues' nervous system every day. ჩვენ მივაჯიშებთ როგორც ჩვენს ნერვულ სისტემასთან, ისე ჩვენი კოლეგების ნერვულ სისტემასთან მუშაობაში. So, of course, the consequence of learning how to work with our own nervous system is that we become more grounded, more present, more attuned, and less reactive. და რა თქმა უნდა, ჩვენს ნერვულ სისტემასთან მუშაობის შედეგი არის ის, რომ ხდებით უფრო დაფუძნებული, ბევრად უფრო ვერთვებით აწვა მომენტში და ვიღდგენთ შინაგან წონასწორობას. We enhance our capacity to stay connected even under pressure. ჩვენ ვინარჩუნებთ უნარს, რომ შევინარჩუნოთ კავშირი ჩვენს გარემოსთან, მაშინაც კი, როდესაც ვიმყოფებით ზეწოლის ქვეშ. And that changed the way that we relate to people. და ეს ცვლის ჩვენს მიდგომას სხვა ადამიანებთან. That changed the way that we relate to our loved ones. ცვლის იმ მიდგომას, რასაც ვიჩენს ჩვენი საყვარელი ადამიანებისადმი. Our boundaries strengthen. ჩვენი საზღვრები ძლიერდება. Our sense of safety expands. ჩვენი უსაფრთხოების შეგრძნება ფართოვდება. And of course, in our work, things shift as well. და რა თქმა უნდა, იცვლება ჩვენ სამუშაოშიც საკითხები. We become a safer presence for our clients if we're working with clients. და ჩვენ ხდებით უფრო უსაფრთხო თანყოფნა ჩვენი კლიენტებისთვის. თუ რა თქმა უნდა მუშაობთ კლიენტებთან. We become a safer presence in the environment of our work, with our team, with our family. ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო თანყოფნა ჩვენს გარემოში, იქნება ეს სამსახურში, ჯგუფში თუ ოჯახში. We will learn how to track our physiology and not only the stories that people are telling us. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ მივადევნოთ თვალყური ფიზიოლოგიას და არა მხოლოდ იმ ისტორიებს, იმ მონათხრობს, რასაც ადამიანები გვიზიარებენ. We'll learn the signs that we are getting overwhelmed or that someone around us is becoming overwhelmed. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ აღმოაჩინოთ მინიშნებები, რომ ვიღაც ჩვენს გარშემო არის გადატვირთული, ან ჩვენ ხდებით გადატვირთული. As we get better in self-regulating, we can do more or we can be more present without getting exhausted. და რაც უფრო დავხებამდებით თვითრეგულაციაში, უკეთ შევძლებთ, რომ შევძლოთ აწყო რეალობასთან დაკავშირება გადატვირთვის გარეშე. So SE is not learning, it's not about learning protocols, it's about
getting more clarity, more choice, and more presence in everything that we are doing. ასე რომ სომატური გამოცდილება არა პროტოკოლების დასწავლას ეხება, არამედ იმ საკითხების უკეთ შეცნობას, არჩევნის გაფართოებას და ჩვენი თანყოფნის ხარისხის გაძლიერებას. So it doesn't matter if you work with bodies, with emotions, with groups, with systems, the nervous system is always there where we go. სრემ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მუშაობთ ცხაოთან, ემოციებთან, მუშაობთ ჯგუფურ სიტუაციებში ან სისტემებთან, ნერვული სისტემა ყოველთვის იჩენს თავს. So in different areas of knowledge, we can notice the difference between having this capacity to track the nervous system. რომ ცოდნის სხვადასხვა არეებში ჩვენ შევამჩნევთ რა გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მიდევნება. So if we're working with mental health, ასე რომ თუ მუშაობთ მენტალურ ჯანმრთელობასთან, we'll have a lot more tools to work with trauma and PTSD. გვექნება მეტი ინსტრუმენტი, რომ მიმუშაოთ ტრავმასთან და PTSD-სთან. With emotional overwhelm, with anxiety and panic. ემოციურ გადატვირთულობასთან, შფოთვასთან და პანიკასთან. With chronic stress, with attachment wounds, with dissociation. ქრონიკულ სტრესთან, მიჯაჭვულობის პრობლემებთან და დისოციაციასთან. If we're working with the body as physicians, as physical therapists, we will have more tools to navigate chronic pain, physical tension, injury recovery. თუ მუშაობთ ცხაოთან, როგორც პრაქტიკოსები, როგორც ფიზიკური თერაპევტები, ჩვენ გვექნება მეტი ხელსაწყო იმისთვის, რომ მიმუშაოთ ქრონიკულ ტკივილთან, ფიზიკურ დაზიანებებთან ან დაჭიმულობასთან. Medical trauma as well. ასევე სამედიცინო ტრავმასთან. If we work as educators, social workers, coaches, or with law, for instance, თუ ჩვენ მუშაობთ განათლებაში, ან ვართ სოციალური მუშაკები, კოუჩები, ან თქვათ მუშაობთ იურიდიული მიმართულებით, SE will help us a lot with emotional clarity, with clear boundary and communication, with leadership. ესე დაგვეხმარება ემოციური სიცხადის მიღწევაში, დაგვეხმარება რომ უკეთ დაუკავშირდეთ, დამშვიდდეთ და გქონდეს მეტი თავდაჩერება და ლიდერული მახასიათებლები. And the same goes with whoever works in big companies or with team of people. You will learn how to navigate better stress, team dynamic, conflict, burnout prevention, because all this knowledge around everything that is happening to us at all times gets part of your lenses to see the world. და იგივე შეუძლიათ გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ დიდ კომპანიებში, ადამიანის ჯგუფებში და შეძლებენ სტრესთან გამკლავებას, ჯგუფური კონფლიქტთან, ბურნაუთის, ანუ გადაწვის პრევენციას, რადგანაც ეს ცოდნა რეალურად იკვეთება ჩვენი სამყაროს აღქმის ლინზაში. Regulated leaders, regulated professionals will bring more regulation to the environment they are in. დარეგულირებული ლიდერები, პროფესიონალები მეტ რეგულაციას უწყობენ ხელს მათ გარემოში. So just to wrap up and give you a clear image on how the training works,
For me, the training is we are talking about a 3-year training with 3 different levels of complexity. რომ შევაჯამო და უკეთ დაგიხატოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტრენინგი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ტრენინგი არის 3 წლიანი და 3-ვე წელს 3 სხვადასხვა დონის სირთულის საფეხურს გაივლით. As I mentioned before, is a very practical training. So we'll have theoretical lectures every day, but we will have practice every day as well. როგორც უკვე ვახსენე, ტრენინგი არის ძალიან პრაქტიკული, ასე რომ რა თქმა უნდა გვექნება თეორიული მასალაც, თეორიული ახსნაც და ასევე მრავალი პრაქტიკული სავარჯიშოც. So the beginning year, 3 modules of 4 days. საწყისი დონე, საწყისი საფეხური არის 3 მოდული და თითო მოდული არის 4 დღიანი. We'll learn how our nervous system works, how to track their language, which is sensation. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ მივადევნოთ თვალყური ჩვენს ნერვულ სისტემას და როგორ გავიაზროთ მისი ენა, მისი ენას წარმოადგენს შეგრძნებები. How to build somatic resources and how to work with all the basic tools that this SE approach brings forward. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ავაშინოთ, გავიღვივოთ სომატური რესურსები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელსაც სომატური გამოცდილების მიდგომა გვთავაზობს. The intermediate level, it's also 3 modules of 4 days. შუალედური დონე ასევე 3 მოდულისგან შედგება და თითო მოდული არის 4 დღიანი. And it's the 2nd year of your training. იგი არის თქვენი ტრენინგის მეორე წელი, where you learn to put all the tools that you had the chance to experience into practice in different environment and traumatic categories. სადაც თქვენ ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც წინა საფეხურზე შეისწავლეთ, უკვე განსხვავებულ გარემოში და მოარგოთ ყოველივე ეს ინსტრუმენტი ტრავმის კონკრეტულ კატეგორიებს. And finally, the 3rd year, which is the advanced year, is we have 2 intensive modules of 6 days each. და საბოლოოდ მესამე წელი, რომელიც არის უმაღლესი დონე, ჩვენ გვექნება ინტენსიური კურსი, რომელიც შედგება 2 მოდულისგან, თითო მოდული იქნება 6 დღიანი. Where we'll learn how to add more precision to all the tools that we learned from the 1st year and to work with more sensitive nervous systems. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რაც ვისწავლეთ პირველი წლის განმავლობაში მეტი სიზუსტით და ასევე ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ უფრო მოწყვლად მგრძნობიარე ნერვულ სისტემებთან. And we will also learn how to use touch as a tool from the perspective of SE. ასევე ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ შეხება, როგორც ინსტრუმენტი სომატური გამოცდილების მიდგომის გადმოსახედიდან. There's a lot more that I could talk about the SE training. შემეძლია მეცე ვილაპარაკო სომატური გამოცდილების შესახებ. It's an experience more than it is just a learning process. ეს უფრო გამოცდილება იმაზე მეტად ვიდრე მხოლოდ სწავლის მიდგომა. And it's profoundly transformative. და იგი სიღრმისეულად გარდაქმნის თქვენს გააზრებას. As we close, and I give space for Katie to talk a little bit about the organizational details for the Georgia training,
I want to highlight something very simple. სანამ კეითის გადავცემ სიტყვას, მინდა რომ და ორგანიზაციულ საკითხებზე მოგიდგებათ უკვე, მინდა რაღაც მარტივს გავუსვა ხაზი. Your nervous system is not a problem to be fixed. თქვენი ნერვული სისტემა არ არის პრობლემა, რომელიც საჭიროებს შესწორებას. It is a system that is always working to protect you. ეს არის სისტემა, რომელიც გამუდმებით მუშაობს თქვენი დაცვითისთვის. What a C does is it helps that system to do what it already knows how to do. ესი ეხმარება თქვენს ნერვულ სისტემას გააკეთოს ის, რაც მან უკვე იცის, როგორ გააკეთოს. With more ease, with more completion, and with more safety. მეტი სიმარტივით, მსუბუქით დაეხმაროს დასრულებაში და უფრო მეტი უსაფრთხოების შეგრძნებით. So thank you for having me today. I'll pass it on to Katie, and I'm completely available to receive questions if you have them. Katie. Thank you, Mariana, for wonderful presentation. I'll be very short here. Go ahead, Nisa. პირველ რიგში მარიანა, მადლობა გადაგიხადათ, რომ მიეცით საშუალება თქვენთან საუბრის და ახლა მოკლედ კეითი გაგაცნობთ უკვე უფრო დეტალურ საკითხებს ტრენინგთან დაკავშირებით. I think that we have limited time, so I have an idea to open the floor for questions and answers. And if you have questions for Mariana, more theoretical, practical aspects of SE, please ask Mariana. ფიქრობ, რომ დროში ცოტა შეზღუდულები ვართ, ამიტომ პირველ რიგში მინდა კითხვებს დავუთმო დრო და თუ გაქვთ რაიმე უფრო თეორიული, პრაქტიკული კითხვები მარიანასთან სომატურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დასვათ. And I will help you with the questions regarding organization, technical issues, regarding the tuition fee payment, agreements and stuff that comes with the training. და მე დაგეხმარებით იმ კითხვებთან, რომელიც უკავშირდება ორგანიზაციულ საკითხებს, ტექნიკურ პრობლემებს, კითხვებს, რომელიც უკავშირდება ტრენინგის გადასახადს და რაიმე შეთანხმებებს, ნებისმიერი ასეთი კითხვა შეგიძლიათ დამისვათ. So floor is open for you guys. You can write your question in the chat or simply raise your hand. When you ask the question, please say your name, because some of you, we don't know the name, joined with iPhone or Zoom user. So say your name. Say your specialty and ask your question. შეგიძლიათ კითხვები დასვათ ჩატში, ანაწიოთ ხელი და ისე დასვათ და მინდა გთხოვოთ, რომ კითხვის დასმისას გაგვიზიაროთ თქვენი სახელი, რადგანაც ზოგიერთი თქვენგანი სახელს ვერ ვხედავთ, რადგანაც iPhone-ით და Zoom-ის user-ით ხართ შემოსული და გაგვიზიარეთ თქვენი სახელი და ამავდროულად სპეციალობა. Okay, I think we have a question from Guram. Hi. Yeah, as you can see, I'm Guram. I'm a psychologist. Currently, I live in Netherlands and I practice here. My question is regarding the certification, the accreditation. After, for example, I finish these 3 years, am I eligible to be accredited therapist, or I need extra supervision or anything else to actually practice and be somatic experiencing therapist? Thank you. Nisa, you want to translate? Yeah, of course.
მე ვარ ფსიქოლოგი, ამჟამად ნიდერლანდებში ვმუშაობ და ჩემი კითხვა ეხება სერტიფიცირების საკითხს, აკრედიტაციას, ანუ ამ 3 წლის შემდეგ მექნება თუ არა შესაძლებლობა ვიმუშაო როგორც თერაპევტმა, თუ დამჭირდება დამატებითი სუპერვიზია. ნაკლად. That's a very good question, Guram. To receive the international certification, because that's one very important thing about SC, it is an international accreditation. So you need to be present in the modules, and you have a certain number of personal sessions and case consultations or supervisions that goes with being present with the modules. So I can tell you briefly so you have an idea. For each year of the training, you must have at least 4. I'm not sure in Europe is different, Katie, but at least four personal sessions each year. Katie. Yes, we go by SCI, Okay. United Okay. States, because Okay. Georgia is standalone. It's not part of the E's. Yeah, okay. So this No. is inner issues. But so by the SCI, which is our accreditation institute that is in the United States, you would have to have 4 personal sessions each year, which will sum up as 12 personal sessions, which we know it's a very small number for a personal process, but is a didactic process. So the objective of the personal sessions is to give you a personal space to integrate what you're learning from your personal experience. And then you will have a certain number of supervision for each year. In the first year, in the beginning year, it's 4 supervisions. In the second year, it's 6. And if I'm not mistaken, the third year is 8. Some of them has to be with faculty members, has to be with teachers, but some of them you can do with other SC practitioners that are accredited as supervision providers. So this is pretty much it. When you have everything, all your material is going to be sent to SCI, and SCI will review it and send you your certificate. Okay. პირველ რიგში სუმატური გამოცდილება ეს წარმოადგენს საერთაშორისო სერტიფიცირების აკრედიტაციის პროგრამა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაესწროთ ყოველ მოდულს, მაგრამ ამავდროულად ყოველი მოდულის ყოველ წელს თქვენ გჭირდებათ 4, მინიმუმ 4 პირადი სესია მაინც, ამას მოყვება ცალკე კონსულტაციები და უკვე სუპერვიზიები და სუმატური გამოცდილება SC ჯორჯია რეალურად ექვემდებარება შეერთებული შტატების სტრუქტურას, ასე რომ ყოველწლიურად 4, მინიმუმ 4 პერსონალური სესია მაინც გჭირდებათ. ეს ვიცით, რომ მცირე არის, ცოტა არის, თუმცა ობიექტი წარმოადგენს იმას, რომ მეტი სივრცე მოგეცეთ პირადი ინტეგრაციისთვის. და ამავდროულად სუპერვიზიებს რაც შეეხება პირველ წელს არის 4 სუპერვიზია საჭირო, მეორე წელს 6, მესამე წელს კი 8. და ეს ხდება ან ფაკულტეტის წევრებთან, მასწავლებლებთან, ან ზოგიერთი შეგიძლიათ უკვე სომატური გამოცდილების სხვა პრაქტიკოსებთან გაიაროთ, რომელთაც აქვთ სუპერვიზიის პროვაიდერის აკრედიტაცია. Nis, I'm so sorry. I gave you a hard time there. Sorry. It will get easier and more understandable once you start the journey. Training, yeah, right. Yeah, because we will be repeating same information about the supervision, personal sessions. So do not worry. And what's important, Guram, is to understand that the whole training is based
I mean, the certification is based in 3 pillars, which is the knowledge, the personal experience, and the integration between theory and your clinical practice or the environment where you are intervening. So those are the 3 pillars that the certification is based on. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ტრენინგი დაფუძნებულია 3 საფეხურზე, 3 საფუძველზე აგებულია. ეს არის ცოდნა, პირადი გამოცდილება და თეორია, რომელიც ერგება ან კლინიკურ პრაქტიკას, ან იმ გარემოებას, იმ გარემოს, სადაც თქვენ გამოიყენებთ ამ ნასწავლ ინფორმაციას. Claudia. Yes, hi, I'm Claudia and I am a counsellor in the UK. I wanted to ask a few practical questions. First of all, I'm not sure whether there will be some case studies to be completed. Then, yeah. For the certification? Mhm. Sorry, Nisa. Okay, it's okay. Go ahead. მე ვარ კლოდია და მე მაქვს პრაქტიკული კაუნსლერი ვარ, ანუ მე მაქვს პრაქტიკული კითხვა თქვენთვის და იქნება თუ არა რაიმე кейს კვლევები, რის დასრულებაც იქნება აუცილებელი ამ პრაქტიკის განმავლობაში. You don't have to present a final paper with a case study. არ დაგჭირდებათ, ასე ვთქვათ, საბოლოო ნაშრომის ჩაბარება, როგორც кейს კვლევის სახით. But part of the supervisions, part of the request for the supervisions is that they are done individually. მაგრამ სუპერვიზიების ერთ-ერთ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ ისინი მოხდეს ინდივიდუალურად. So you have someone to help you in your personal environment and your personal reality to integrate SE into your practice. Mhm. I see. რომ გყავდეთ ვინმე თქვენს გარემოში, ვინც დაგეხმარება სომატური გამოცდილების ჩართვაში თქვენს პირად გარემოში. So the idea of having a number of individual supervisions is to be sure that you will have the opportunity to reflect on your practice. Mhm. Yeah. რომ სუპერვიზიების რაოდენობა იმას ექვემდებარება, რომ დაგეხმაროთ თქვენ, შეძლოთ ყველა იმ საკითხის გააზრება, რასაც ტრენინგის განმავლობაში ისწავლეთ. Exactly, because the group usually is very diverse in terms of their personal experience and professional experience. Mhm. Yeah. რადგანაც ხშირად ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია პირადი გამოცდილებისა და პროფესიული გამოცდილების მიხედვით. Thank you. You're And then welcome. I just wanted to know what the fee will be for each module and the times as well, beginning and end every day. Thank you very much. მაინტერესებს რა იქნება გადასახადი თითოეული მოდულის. Okay, thank you so much for your question. Tuition fee will be 890 each module. We have early bird discount 840, and we have deadlines for that. For people who live outside Georgia, live and work outside Georgia. For people who are living in Georgia, Georgian citizens, because of economical situation, we have a special discount. For them, it's a different price. Yeah.
alles გადასახად წარმოადგენს $880 თითოეული მოდულისთვის და რა თქმა უნდა, ვინც ადრეულ რეგისტრაციას გაივლის, ექნება ფასდაკლება 840-ის სახით. დედლაინი გვაქვს მათთვის. ოღონდ ეს ეხება მათ, ვინც ცხოვრობენ საქართველოს გარეთ, ხოლო ვინც ცხოვრობს საქართველოში ეკონომიური სიტუაციის გამო, მათ ცალკე სხვანაირ ფასს უწესებთ. Sorry, $890 or euros? $890 because we go with somatic experiencing international United States. Everything is in dollars. Yeah, thank you. And what's an early bird deadline? Early bird deadline for this training with Mariana is December 31st. Oh, okay, thank you very much. Yeah. And sorry. Regular deadline is at the end of the February, probably February 28th. Okay, yeah, thank you. And what time does it start every day? We're gonna be starting every day at 4 p.m. Georgian time, which will be, I believe, 2 p.m. Central European time. Yeah. And it will be 8 a.m. Eastern Standard Time for United States people who are joining from United States. And for Brazilian time will be 9 a.m. Thank you very much. Okay. You're welcome. You want me to translate that as well? Or is that okay? Yes, please. Okay. რადგანაც შეერთებული შტატების ტარიფს ვართ ორიენტირებული, ყველა გადასახადი იქნება დოლარებში, როგორც თქვით, ადრეული რეგისტრაცია იქნება 31 დეკემბრამდე და ჩვეულებრივი რეგისტრაცია გათვალისწინებულია 28 თებერვლამდე და ამავდროულად ყოველი მოდული იწყება საქართველოს დროის საღამოს 4 საათზე და ცენტრალური ევროპის დროით 2 საათზე, შუადღის 2 საათზე და უკვე აღმოსავლური სტანდარტული დროით იქნება 8 დილის 8 საათზე, ბრაზილიური დროით 9 საათზე. ანუ ეს მოერგება ჩვენს დროს. Yeah. Yes. Thank you, Nisa, for such a wonderful job. Thank you very much. Yes. Thank you. And training will be 7 hours. And 1 hour in the middle for lunch or dinner break, depending where you are located. და ტრენინგი იქნება 7 საათიანი, გექნებათ 1 საათი დასვენება წასახემსებლად ან სავახშმოდ, გარჩნია საათიმყოფებით. Katie, did you see the message that Guram put in the chat? How about Georgian citizens who live abroad? Would the discount be for them too? Anybody who lives outside of Georgia and work outside of Georgia, we won't offer discount, but we offer early bird discount only. The reason we offer Georgian citizens, I mean, people who live in Georgia and work in Georgia, because their economical situation is much different than people who work in different countries in Europe or in United States. That's the rationale. ნებისმიერი ქართველი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს გარეთ, მათ ფასდაკლებას არ შევთავაზებთ, იმათ რაც ვთავაზობთ ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში, რადგანაც ვითვალისწინებთ მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც მუშაობენ ან ცხოვრობენ ევროპასა თუ ამერიკაში. Anna,
Hello, can I use SE with children? Absolutely. Okay. შემიძლია გამოვიყენო ესე ბავშვებთან და მარია მოპასუხა რომ რა თქმა უნდა. Children, Anna, the training is not special. We don't have a specific approach to children during the training. But what I can tell you about working with children, ჩვენს კონკრეტული ტრენინგი ბავშვებთან მუშაობაზე, ბავშვებთან მიდგომაზე არ გვაქვს. what I can tell you is, as we learn the principles on how our nervous system works, we have all the tools to read a child nervous system. როცა ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ჩვენს ნერვულ სისტემასთან, გვექნება ყველანაირი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ბავშვების ნერვულ სისტემაც წავიკითხოთ. And we're going to adapt the interventions in a more playful way so they can engage better. და ჩვენ შევძლებთ ინტერვენციების ადაპტირებას ისე, რომ ბავშვებისთვის უფრო სახალისო იყოს და უფრო მეტად ჩაერთონ ამ პროცესში. And of course, for everyone who already work with children, და რა თქმა უნდა, იმათვის ვინც უკვე მუშაობს ბავშვებთან, adapt the interventions is not it's not a hard thing. ამ ინტერვენციების ადაპტირება სრულად არ არის რთული. Usually those professionals already have the tools they are used to use. უმეტესად ამ პროფესიონალებს უკვე აქვთ ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაზე ჩეჩოულნი არიან. And what SE brings, it's a more profound, in-depth vision and perception on what's missing in that nervous system, and it needs to be invited back into play. ეს მათ ეხმარებათ, რომ უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ და მიეცეთ ახალი წარმოდგენა იმაზე, თუ რა აკლია მათ ნერვულ სისტემას და ესეც ახალისება სჭირდებათ. Children respond beautifully when we understand where they're coming from with no words. ბავშვები ისე კარგად რეაგირებენ მაშინ, როდესაც ვიაზრებთ საიდან მოდის მათი პრობლემა. Felt sense, it's a natural language for them. შეგრძნების აღქმა მათთვის არის ბუნებრივი ენა. We are the ones who have missed the capacity to be as engaged in our own nervous system. ჩვენს დასწრები ვართ რეალურად ისინისაც გვაკლია ჩართულობა ჩვენს ნერვულ სისტემასთან. Thank you for your question. მადლობა კითხვისთვის. Can I make one correction in previous question with Guram? Caveat is that if somebody lives outside of Georgia, but they are still Georgian citizens, and we can make a special discount, we'll look into that. However, this person has to provide the kind of information about their economical situation. So kind of we're gonna look into scholarship, but we have to have the proof that there is financial hardship.
ერთ შესწორებას გავაკეთებ იმ კითხვაზე, რაც გურამმა დასვა. თუ ვინმე არ ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენ შეგვიძლია მაინც შევთავაზოთ მათ ფაზაკლება, მაგრამ მათ უნდა მოგცენ დამასდასტურებელი საბუთი, რაიმე ინფორმაცია მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მათ, ასე ვთქვათ, გრანტი შევთავაზოთ, თუმცა გვჭირდება პირველ რიგში დამადასტურებელი რაიმე საბუთი. Any more questions? Please, this is your time. Feel free. We still have a little bit more time. თუ გაქვთ კითხვები, დრო კიდევ გვაქვს, შეგიძლიათ დასვათ. I have one more question regarding the modules. I'm just curious, why are the modules so far apart? Like, why is it 3 years instead of 1 year, and it's 4 days each? So, what's the catch? It's confusing. That's perfect question, Guram. As we are working with nervous system, sorry, Nisa, repeat his question. Okay. Translate his question. პირველ რიგში მე მაქვს კითხვა მოდულებთან დაკავშირებით, რატომ არიან ასეთი დიდი დაშორებით? 3 წელზე რატომ არის გადანაწილებული, როცა თითო მოდული მხოლოდ 4 დღიანია? So the time between modules happens this way. I mean, the minimum time between modules in the whole world, the training is exactly the same, is 2 months. That's the minimum time between modules. რეალურად მოდულებს შორის დრო გათვალისწინებულია ყველა ქვეყანაში, ყველგან ერთ და იგივენაირად, მათ შორის დაშორება არის 2 თვე. მინიმალური დრო. And that's because a big part of working with our nervous system is learning to restore its natural rhythm. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვულ სისტემასთან მუშაობისას ჩვენი მთავარი ფოკუსი არის მისი ფიზიოლოგიის ბალანსის აღდგენა. So we're not learning from our mind perspective, we're learning from our body. ჩვენ არ ვსწავლობთ ჩვენი გონების გადმოსახედიდან, არამედ ვსწავლობთ ჩვენი სხეულიდან. And that is the time that we will have to integrate in our own physiology all the elements that we are going to be moving and working with in this intense 4-day module. და ეს დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მოახდინოთ იმ ფიზიოლოგიური ელემენტების ინტეგრაცია, რომელიც უნდა ამოვაცრაოთ და რომლებზეც უნდა ფოკუსირდეთ და ვიმუშაოთ. So that gives you the opportunity to integrate step by step everything that you're learning in your own professional experience. და ეს მოგცემთ საშუალებას, რომ საფეხურეობრივად მოახდინოთ ამ ნასწავლი ინფორმაციის ინტეგრაცია უკვე თქვენს პროფესიულ გარემოში. But also in your personal experience. მაგრამ ამავდროულად თქვენს პერსონალურ პირად გამოცდილებაში. So that's why the training is built this way. და სწორედ ამიტომ ტრენინგის დრო ასე არის გადანაწილებული. To guarantee that we will have this physiological pause in between a lot of new elements, concepts, knowledge, and practice. იმისთვის, რომ მივცეთ თქვენს ფიზიოლოგიას საშუალება შეისვენოს ამ ახალი ელემენტების, ცნებების და პრაქტიკების შემდეგ. Can I add up something to that? Sure. Also, I want to emphasize that this is trauma training. It's very, very intense. People who come to this training are
used to work with mind cognitively. Now they will be working with the body, and many things will pop up. Many things will come to the surface. So the time between modules gives you the time you need to process this stuff. მინდა Mhm. ხაზი გავსვა იმასაც, რომ ეს არის ტრამის ტრენინგი და საკმაოდ ინტენსიური პროცესია. ბევრი პროფესიონალი, ვინც მოდის ჩვენთან, შეჩვეული არის გონებასთან, კოგნიტურად მუშაობაზე და ამჯერად ჩვენ მუშაობთ სხეულთან, ასე რომ ზედაპირზე ბევრი რამ წამოიჭრება და ეს დრო მოდულებს შორის საჭიროა იმისთვის, რომ შეძლოთ ამ პროცესების გადამუშავება. Also, you will form study groups between the modules, which is very important. And you have to meet every week or every other week, invite the assistant to guide you in your practice. So it's pretty intense. It does not feel you looking at it 4 days, but believe me, it's much more intense and involved than it's on the paper. One of the- შექმნით სასწავლო ჯგუფებს, ყოველ კვირა შეხვდებით ერთმანეთს და რა თქმა უნდა მოეწოთ ასისტენტთან, რომელიც გაგიძღვებათ და დაგეხმარებათ, ასე რომ შესაძლოა დღეები მცირე ჩანდეს, თუმცა დამიჯერეთ ძალიან ინტენსიურია და იმაზე უფრო რთული და დატვირთული იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Any more questions? If we don't have any questions, you can always write us using your email, and we can always give you the answers. We can connect with Mariana. She will give us her expert opinion. I want to say thank you to Mariana for such an interesting workshop, informational meeting. I hope everybody who attended the meeting got something out of our meeting, and I hope that we will see you all in April. So, Mariana, if you want to say a few words before we wrap up. Please. ხომ არ გადავთარგმნო? Yes, Nisa. Sorry about that. თუ ამჯერად კითხვები არ გაქვთ, შეგიძლიათ ელექტრონული პოსტით დაგვეკავშირდეთ და ჩვენ აუცილებლად გავცემთ თქვენს კითხვებს პასუხს და მინდა ასევე მადლობა გადაუხადო მარიანას მისი ექსპერტული გამოცდილებებისა და ექსპერტიზის გაზიარებისთვის და იმედი მაქვს, რომ ყველა ვინც დაესწარეთ დღევანდელ შეხვედრას, გიხილავთ აპრილში. Thank you for taking the time to be with us today, and I hope to see you in April. მადლობა რომ დღეს დრო დაგვითმეთ და მეც იმედი მაქვს რომ აპრილში გიხილავთ.